გამოუქვეყნებელი და საზოგადოებისთვის ჯერაც უცნობი ისტორიული ნარკვევები. სამშაბათს და პარასკევს, ქართულ დილაში. რუბრიკა ჩვენი კუთხის ისტორია. 8 საათსა და 5 წუთზე. 15 ივლისი სამეგრელოსთვის და მთლიანად საქართველოსთვის განსაკუთრებული თარიღია. ამ დროს ზუგდიდს უამრავი სტუმარი ჰყავს. ზუგდიდში ჩადიან საქართველოს ყველა კუთხიდან. ასევე ქალაქს სტუმრობენ უცხოელები. რათა ლაქერნის ღვთისმშობლის ხატის წინაშე ილოცონ. ამავე ხატის სახელობის ეკლესიაში და მაცხოვრის დედის სასწაულმოქმედ კვართს მოწიწებით ემთხვიონ. გადმოცემის თანახმად ბიზანტიაში ლეონ დიდის მაკედონელის ზეობისას მეფესთან დაახლოებული პირები, ძმები გალბიუსი და კანდიდი კონსტანტინოპოლიდან პალესტინაში გაემგზავრნენ წმინდა ადგილების მოსალოდნად. ხალხში სტუმრების ყურადღება ანთებულმა სანთლებმა და საკმეულის სურნელებამ მიიპყრო. კეთილმსახურმა ქალმა ძმებს გაუმხილა, რომ იგი იცავდა ძვირფას სიწმინდეს, ღვთისმშობლის სამოსელს, რომლისგანაც მრავალი სასწაული და კურნება აღესრულებოდა. ყოვლადწმინდა ქალწულმა მიძინების წინ ერთი თავისი შესამოსელი ამ ტომის კეთილმსახურ ებრაელ ქალწულს აჩუქა და სთხოვა, რომ სიკვდილის წინ ის სხვისთვის ქალწულისათვის გადაებარებინა. ასე თაობიდან თაობას გადაეცემოდა სიწმინდე ამ ოჯახში. ძმებმა ძვირფასი კიდობანი წმინდა სამოსლით კონსტანტინოპოლში გადაასვენეს და საგვარეულო ტაძარში დააბრძანეს, რომელიც წმინდა მოციქულთა პეტრეს და მარკოზის სახელს ატარებდა. ლაქერნა კონსტანტინოპოლში სხვისპირა ადგილია, სადაც ქრისტიანული სამყაროს ეს დიდი დღესასწაული მკვიდრდა. 479 წლის 2 ივლისს წმინდა გენადი კონსტანტინოპოლოვმა ახალ კიდობანში ჩაბრძანებული დიდი პატივით გადაასვენა ლაქერნაში. ზღვის სანაპიროზე ღვთისმშობლის პატიოსანის სამოსლის კიდობანში ჩააბრძანეს მისი წმინდა ომფორი და სარტყლის ნაწილი. დედა ღვთისას პატიოსანის სარტყელი, კვართი და ლაქერნის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი სხვა სიწმინდეებთან ერთად ღვთისმებით საქართველოში მოხვდა. როგორ დაივანა ღვთისმშობლის კვართმა საქართველოში? ამაზე სხვადასხვა ვერსიები არსებობს. ათ განსვენებული ცნობილი ფოლკლორისტი და მოღვაწე კალისტრატე სამუშიას აზრით, სიწმინდეები ჯერ პალესტინაში ჯვრის მონასტერში იყო დასვენებული. შემდეგ კი, როდესაც სამეგრელოს მთავარმა ლევან დადიანმა ტაძარი განაახლა, იქ მოღვაწე ნიკოლოზ ჩოლოყაშვილს შესთავაზა სამეგრელოში ჩამოსვლა და კორცხელის მონასტრის ხელმძღვანელობა. რადგანაც ჯვრის მონასტერი იმ დროს არ იყო უსაფრთხო ადგილი სიწმინდეებისთვის. ადვილი შესაძლებელია მას მართლაც ჩამოებრძანებინა ღვთისმშობლის წმინდა ნაწილები საქართველოში. კალისტრატე სამუშიას ვერსია სავსებით რეალური ჩანს. სამეგრელოში დავანებულ სიწმინდეებზე ცნობებს გვაწვდიან რუსი ელჩები, ფედოტ ელჩინი და პავლე ზახარიევი, არქანჯელო ლამბერტი, ანტიოქიის პატრიარქი მაკარი, პავლე ალეპოელი, ჯუზეპე მარია ძამბი, ალექსი იევლევი, ნიკიფორე ტოლჩანოვი, დონ კრისტეფორე დე კასტელი და სხვა. კვართმა მრავალი ადგილი გამოიცვალა. ამჟამად ის დაბრძანებული გახლავთ ქალაქ ზუგდიდში. ყოველი წლის 15 ივლისს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართის შემოსვლის მსოფლიო დღეს ზუგდიდის ლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში ტარდება წირვა ლოცვა. ხდება კვართის გადმობრძანება დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიდან. თუ თქვენ ფლობთ წინაპრებისგან ზეპირ სიტყვიერებით ან წერილობით გადამოცემულ მასალებს ჩვენი კუთხის ისტორიაზე, მობრძანდით ათინათში და ერთად გავაცოცხლოთ ოდაბადეს წარსული.